საერთაშორისო კონკურსის ფინალური შოუ დასრულებულია. ყველაზე პრესტიჟული საბავშვო მუსიკალური ფესტივალის 2025 წლის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა. მასშტაბური ღონისძიება, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გამარჯვებული კი მაყურებლის შეფასებისა და ჟიურის ხმების მიხედვით გამოვლინდა. ხმის მიცემა 188 ქვეყნიდან დაფიქსირდა. ევროვიზია 2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს თარინ ჯორჯიასა და საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით გაიმართა. ფინალურ შოუში 18 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველო კი ევროვიზიაზე რანინას გამარჯვებულმა ანიტა აბგარიანმა წარადგინა. ოლიმპიურ სოფელში მოამბის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს და ახლა მარიკა შალიკაშვილი უნდა ჩავრთოთ პირველი ემოციებითა და შეფასებებით პირდაპირ ეთერში. მარიკა, როგორია ემოციები ევროვიზია 2025-ში? დაუვიწყარი საღამო იყო, ვფიქრობ, სიტყვებით ეს არ გადმოიცემა მაყურებელმა, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. 70 მილიონი ადამიანი უყურებდა ამ შოუს ევროპის 20 ქვეყანაში. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რა თქმა უნდა, შემოგთავაზათ პირდაპირ ტრანსლაცია, ასევე 3000 მაყურებელი იმყოფებოდა დარბაზში. ეს მართლაც ჯადოსნური შოუ იყო გახსნის მომენტიდან შოუს დასრულებამდე. მე მინდა ფრანგ კონკურსანტს მივულოცო გამარჯვება, მე მინდა მივულოცო ასევე უკრაინელ მონაწილეს, ჩვენს ქართველ მონაწილეს ანიტა აბგარიანს, პირველი სამეული და ახლა ჩემთან ერთად იმყოფება საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე. ქალბატონო თინათინ, მოგესალმებით და მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში ერთწლიანი უდიდესი შრომა და ამ შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს მართლაც დაუვიწყარი საღამო იყო. მოდით შევაჯამოთ, როგორ იყო ეს ერთი წელი. პირველ რიგში გილოცავთ და ულოცავ ყველას, იმიტომ რომ დღეს ჩვენმა ერთიანმა გუნდმა რაც სამთავრობო კომისიით შედგა და საზოგადოებრივი მაუწყებლით და დაახლოებით მე ვფიქრობ 1500-დან 2000-მდე ადამიანი იყო ჩართული მარტო საქართველოს მხრიდან. ამ ადამიანებმა ერთი წლის განმავლობაში დადეს აი ის ხარისხი, რაც დადეს, ყველას ვურჩევ, რომ ვინც ვერ უყურა, გადაახვიონ და შეხედონ, როგორი ხარისხით, რა სურათით გავიდა და წარსდგა დღეს საქართველოს მსოფლიოს წინაშე. ნამდვილად სულ ამბობ, რომ კულტურა და ეს ყველაფერი არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ამით ჩვენ ვამბობთ, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს ყველა დღეს საქართველოში, როგორც მედიაში, ისე ამ შემთხვევაში ეს არ არის მარტო მედია კონტენტი, ეს იყო ძალიან რთული პირობების, ძალიან რთული ტექნიკური დავალების სიმღერის კონკურსი და 18 ქვეყანა მონაწილეობდა პრაქტიკულად. ქალაქი გაშენდა ამისთვის და მადლობა მინდა უთხრა შემოქმედებით ჯგუფს, მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს კონტენტი, ანუ შინაარსობრივი ნაწილი მოიფიქრა, რომ საქართველოს დღეს ჟღერდა, ჩანდა მთელ ევროპაში და ალბათ მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ბევრად მეტი ქვეყანა კიდე ამ იმაში კენჭისყრაში იღებდა მონაწილეობას. ისე ვინერვიულეთ, რომ ბოდიშტვიხთი მაყურებელს, რომ ემოციების გავართ დაცლილები, მაგრამ ძალიან მართლა უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ან დარბაზია, ან როგორი მომზადებული მაყურებელი, იმიტომ რომ გუშინაც შემზადებულები იყვნენ, ამდენი რეპეტიციებით, ეს ახალგაზრდები, ბავშვები შეკრულად მეგობრობენ, ერთმანეთს გულშემატკივრობენ. ერთი სიტყვით ეს არის ნამდვილად კარგი, ქართული, ერთობით გაკეთებული ყველაფერი. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, თიკო ბერძენიშვილს განსაკუთრებით და მთელ დიდ გუნდს თქვენსას, იმიტომ რომ მართლა დღე და ღამე გასწორებული ქონდათ. მადლობა ბასაფოცხიშვილს, იმიტომ რომ ისეთი გახსნა და დახურვა აჩვენა, რომ მე ვფიქრობ, რომ მართლა მსოფლიოს ნებისმიერ კარგ, დიდ, მაღალი დონის კონკურსს რო ძალიან შეშურდებოდა და მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, იმიტომ რომ მადლობა რანინას პროექტს, რომელიც აი ესე მართლა ფაბრიკასავით უშვებს ამ ბავშვებს. მადლობა რასაკვირველია საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ არა მათი მხარდაჭერა ყველა იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპორტის სამინისტრო, ეხლა ვიღაცა გამომრჩება აუცილებლად ყველა ხაზზე ვართ 24/7-ზე და ერთი სიტყვით, აი რა გითხრათ, თან როდესაც ეს ბავშვებზეა, ხო ხვდებით რამხელა პასუხისმგებლობაა, უსაფრთხოების კუთხით, ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს, სახელმწიფო დაცვის სამსახური, ყველანი ვიყავით ჩართულები და მადლობა კულტურის სამინისტროს ჯგუფსაც
აქედან ჩემ თანამშრომლებს, ვინც ბევრი რამე გააკეთეს. და რომ არ ვთქვა, ალბათ ტექნიკურად ეს ყველაფერი რო არ შეძლებოდა სტარინგ ჯორჯიას, ამიკო ჯანელიძეს და მის მთელ გუნდს, არაფერი არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ციცი, კობი, თამუნა, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი მხრიდანაც იყო ჩართული, რომელიც აი ამ ტექნიკურობის ყველაფერი გაპრიალებული ყოფილიყო ამ ჩვენ ყველასთვის საყვარელ ქვეყანაში, აი ამისთვის ვიშრომეთ. დღეს ძალიან ემოციური დღეა, მაპატიეთ ზედმეტი ემოციებისთვის და კიდევ ერთხელ საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდი მადლობა და ყველაზე დიდი მადლობა იმ პატია ანდრია ფუტკარაძეს, რომელიც რომ არ ყოფილიყო მისი სამშობლო ესი ასახელა უკვე ამ პატარა ასაკში და იმის გამო რომ მან შარშან გვასახელა წელს ეს ყველაფერი რეალობა და ეს უკვე გუშინდელი დღეა, არც მჯერა რომ ესე რაღაცნაირად ღირსეულად და ლამაზად ჩავატარეთ. წარმატებებს უსურვებ ჩვენ ქვეყანას და ბევრი მსგავსი დიდი პროექტი ნამდვილად ევროპული დონის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ. და ახლა თინათინ ბერძენიშვილი, საქართველოს პირველი არქივის გენერალური დირექტორი არის ჩვენი სტუმარი. თინათინ, უნდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება, ეს არაჩვეულებრივი შოუ და ამას აღნიშნავს ყველა 250 დელეგატი, რომელიც ახლა აქ არის კულისებში, ბავშვები, ყველა ამბობდა, რომ უხარვეზოდ ჩაიარა ყველაფერმა. მოდით შევაჯამოთ, როგორი იყო ამ ურთულესი პროექტის გაკეთება. ძალიან რთული შემაჯამებელია და შესაჯამებელია, იმიტომ რომ ნამდვილად კიდე არ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა და დასრულდა ისე საუკეთესო ფორმით. ხო, პირველ რიგში მე მგონი ჩვენ რო არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ხდებოდა ეთერში, მე მგონი მაყურებელმა თავად ნახა. ისევ და ისევ ის ვინც იყო დარბაზში, მათ დიდი მადლობა, იმიტომ რომ ესეთი აუდიტორია ძალიან ბევრ ქვეყანას არ ყავს. მე დავსწრები ვარ ბელსაბავშვო ევროვიზიას, ესეთი ჩართული ყველა ქვეყნისთვის გულშემატკივარი, ტაშს რო არიშურებს, უხარია და უყვარს ყველაფერი რაც ხდებოდა სცენაზე. მადლობა პირველ რიგში მათ, ასევე ტელემაყურებელი, ვიცი რომ გაერთიანებული იყო ეკრანებთან და რა სტატისტიკასაც ახლა ვიღებთ, 70 მილიონზე მეტი მაყურებელი ყავდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი და ესეთი ფართო ტრანსლაცია იყო. ამას ყველაფერს კიდევ შევაჯამებ. რაც მთავარია, უხარვეზოდ, აბსოლუტური გეგმარებით, დროით და არ ვიცი, მათემატიკური სიზუსტით ჩაიარა ყველაფერმა. აუცილებლად უნდა გამოვყო შინაარსობრივი მხარე და შემდეგ ჩართვაში იქნებიან ბასა ფოცხიშვილი, რომელმაც მე ვფიქრობ, რომ აჩვენა ქართული კულტურა, ქართული თავისი საწყისი, ჩვენი შინაგანი რაც ვართ თავიდან ბოლომდე, თავისი გახსნით და დახურვით, მუსიკალური მხარე გიგა კუხიანიძე, რომელმაც 4ჯერ მოიგო ევროვიზია, მაგრამ გარდა ამისა, ძალიან ზუსტად გააფორმა, ვფიქრობ, შოუ. აუცილებლად ქალბატონმა თინათინმა ბევრი ისაუბრა, მაგრამ ეს არ არის ტყვილი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომლებიც პირველივე დღიდან, ყველა თანამშრომელს, მათ შორის პირველივე დღიდან იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და ყველა ისევ და ისევ საჯარო სექტორის თანამშრომლებს, აი სასწრაფოდან დაწყებული, რომელიც დღედაღამე აქათენებდა, დამთავრებული ბოლო დაცვის თანამშრომელით, რომელიც ანიტას გამოსვლაზე ყველა აქ ტიროდა და ვამბობდით, რომ ეს დღე ერთი წლის შემდეგ შედგა, როცა ყველანი ბედნიერები ვარ და ჩვენთან ერთად ბედნიერია მთელი ევროპა. გულოცავ გამარჯვებულ საფრანგეთს, ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული გამარჯვებულია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენმა სცენამ და ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, პროდიუსინგმა თვითონ აღიარებდა საფრანგეთის დელეგაციას ზუსტად დღეს მეუნებოდა, რომ რო არ ყოფილიყო ესეთი გადაღება, ალბათ ნომერი არ იქნებოდა ესეთი ეფექტური, იმიტომ რომ ეს არის მთლიანობა და ერთიანობა და აუცილებლად უნდა ვთქვა, აბსოლუტურად ყველა დელეგაცია არის ბედნიერი კმაყოფილი, რადგან საკუთარი ქვეყნები წარადგინეს და ისევ და ისევ ულოცავ ჩვენ ქვეყანას, ვფიქრობ, რომ ეს არის გამარჯვება და რა ვიცი, წინ კიდე ახალი წარმატებებისკენ, თუმცა იმხელა თამასა გვაქვს აწეული. ნახოთ, ეხლა საფრანგეთი მომავალ წელს დაგვეწევა თუ არა იმ სილამაზეში და იმ, ასე ვთქვათ, პროდიუსინგში, რომელიც დადო საქართველო. კიდევ ერთხელ გილოცავ, თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ ამ პროექტში, ევროვიზია, დიდებიც, პატარებიც, ბავშვებიც და გილოცავთ. ახლა კი ბასა ფოცხიშვილი არის ჩვენი სტუმარი, ამ ჯადოსნური სამყაროს ავტორი, რომელშიც დღეს მაყურებელმა იმოგზაურა გახსნის ნაწილი, ასევე კიდევ რამდენიმე ნომერი ეკუთვნოდა სწორედ ბასა ფოცხიშვილს. ჩვენ ვნახეთ არაჩვეულებრივი ცირკი, ვნახეთ საერთო სიმღერა, ვნახეთ გიგა კუხიანიძის ნომრები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერი გახსნის გარდა ეკუთვნის ბასა ფოცხიშვილს, თამარ ფოცხიშვილს და ბასა, მოგვიყევი როგორი იყო ამ პროექტზე მუშაობა და როგორი ემოციებით ხარ ეხლა?
ამ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ მუშაობდი ყველაზე გულწრფელ, ყველაზე ნიჭიერ ადამიანებთან, რასაც ბავშვები ქვია, ვისაც ბავშვები ქვია და ჩემთვის იყო უდიდესი სიამოვნება მათთან მუშაობა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ევროვიზიის ყველა მონაწილეს, ყველა ქართველ ბავშვს, ყველა უცხოელ ბავშვს, რომლებმაც ეს საოცარი წარმოდგენა გვაჩვენეს, ყველა იმათ ანდრიას პირველ რიგში, ვინც ჩამოიტანა ევროვიზია საქართველოში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ჯგუფს, არაჩვეულებრივ ქორეოგრაფებს, აჩიკო სოლოღაშვილს, გიორგი ტორიაშვილს, მინდა მადლობა გადავუხადო გიგა კუხიანიძეს, ძალიან საინტერესო მუსიკისთვის, იგივე რაც გახსნისთვის გავაკეთეთ, იყო ატიპიური ესეთი ევროვიზიის სტილიდან ამოვარდნილი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანარეჟისორს, დათო გურგულიას, სცენარის ავტორს და თამრიკოს მხატვარს, ფოცხიშვილს და ყველას და პირველ რიგში თქვენს არხს უდიდესი მადლობა, რომ ჩვენ გვხვდა წილად და ის პატივი, რომ დაგვედგა ევროვიზია საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ევროვიზიის ჯგუფს, უპირველეს ყოვლისა, რომლებმაც ესეთი უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმით, ნიჭიერებით, სიახლის მიღებით, იგივე ის ზღაპარი, პირველი რაც წამოვიდა ზღაპარი და იმ წამსვე მიიღეს და მთელი კონცეფციაც უკვე აეწყო ამ ზღაპარს. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს არაჩვეულებრივ არიტას. ბოლოში ძალიან ვინერვიულე და ამიტომ მადლობა თქვენ ამ საოცარი სანახაობისთვის და ახლა არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ თარინგ ჯორჯია. მართლაც საოცარი სანახაობა გვაჩუქეს მათ. უნდა აღვნიშნო, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად სწორედ მათი მუშავეს აპარატურის უდიდესი ნაწილი სწორედ იყო თარინგ ჯორჯიასი. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს მართლაც მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება და ახლა ციციაშვილი უფრო მეც გვეთქვის ამ ყველაფრის შესახებ. ციცი, მოდით მოვუყვეთ მაყურებელს იმ უდიდეს წვლილზე, რომელიც თარინგ ჯორჯიამ გაწია ამ პროექტისთვის. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მუსიკამ დღეს ნამდვილად გააერთიანა არა თუ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო, იმიტომ რომ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ევროვიზია არის ის პლატფორმა, რომელსაც 70 მილიონზე მეტი მაყურებელი ყავს და დამეთანხმებით, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ გააცნო შენი ქვეყანა სხვანაირად. მადლობა ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული, იმიტომ რომ ყველა დამეთანხმებით, რომ საქართველოს დღეს ნამდვილად გაუწია ღირსეული მასპინძლობა ამ პროექტს. არ გულისხმობ მხოლოდ ტექნიკურ შესაძლებლობებს, არაჩვეულებრივ შესრულებას ანიტას მიერ და ზოგადად არაჩვეულებრივი 18 ნომერი ვიხილეთ. გამარჯვებას, რა თქმა უნდა, ვულოცავ საფრანგეთს, მაგრამ საქართველოსზე მინდა კიდევ მეტი ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ ერთია, როდესაც შენს ქვეყანაში გაქვს მსგავსი ტიპის შესაძლებლობა, რომ მსგავსი დონის და მასშტაბის ღონისძიებას უმასპინძელ და მეორეა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები ზოგადად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ მუსიკა და ყველამ კარგად ვიცით, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოქმედებს კერძო სექტორზე, ტურიზმის მიმართულებით, რამდენი სასტუმრო არის საკმაყოფილი, რამდენი ადამიანი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, რამდენმა ადამიანმა მიიღო საერთოდ პირველად გადაწყვეტილება, ხო, რომ ჩვენ ქვეყანას ესტუმროს, თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ მიიღო, ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვს, რომ დაფიქრდეს, იმიტომ რომ ტიხრებს შორის ნახეთ არაჩვეულებრივი ვიდეოები, რომელიც ჩვენს კულტურას ძალიან კარგად გამოხატავდა და მთლიანობაში რომ შევაფასოთ, დღევანდელი დღე ნამდვილად ემოციურია, ნამდვილად ჟადოსნურია, ნამდვილად ემოციები დახუნზული და გჯერა, რომ კიდევ არაერთხელ გახდება საქართველოს მსგავსი ტიპის ღონისძიების მასპინძელი, იმიტომ რომ გვაქვს ამის არაჩვეულებრივი წინა გამოცდილება და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანა და რა თქმა უნდა წინ საქართველოს.
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ახლა რუსუდან მანჯგალაძე იქნება ჩვენი სტუმარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია დირექტორი. რუსუდან მოდი ვთქვათ ჩვენს გუნდზე, იმიტომ რომ ჩვენმა გუნდმა ამ პროექტისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, დღე და ღამე ათენეს, ძალიან ბევრი იშრომეს და მოდით საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდზე ვთქვათ ორი სიტყვა. მე მგონი ვიც ამ შოუს უყურა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ძალიან მაგარი ადამიანები მუშაობენ, ძალიან ნიჭიერები და ძალიან მონდომებულები. მხოლოდ იმიტომ გამოვიდა ეს შოუ და მე ვილოცავ ყველას, არა მხოლოდ ჩვენ გუნდს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აი ასეთი შოუს ჩატარებას. იმიტომ რომ მე მომიწია სამწუხაროდ მარტო ვიყავი ბაბლში ბავშვებთან ერთად და ჩემს უკან ძალიან ბევრი ადამიანები, მათ შორის არა მხოლოდ ქართველები, ხათაშორის სომხეთიდან ძალიან ბევრი ჩამოსულები ამბობენ, რომ არ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოშიო. ცოტა ჩვენს დრო დაგვჭირდება, რომ ეს ყველაფერი დავიჯეროთ, რომ ეს ჯადოქრობა მოხდა თბილისში, საქართველოში და არაფერი არ კეთდება ძალიან დიდი გულის ჩადების გარეშე და კიდევ ერთხელ მე მგონი რაშიც გულს და სიყვარულს ჩავდეთ, ყველაფერი მაგრად გამოგივა. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თამასა ისე მაღლა ავწიეთ, მოინდომოს საფრანგეთმა და ჩაატაროს მომავალ წელს ჩვენზე უკეთესი ევროვიზია. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება. ანიტას ცრემლები მალე შეუშრება, ვფიქრობ შეჩართვაზეც მოვა. ძალიან განვიცდით ამას, რომ ის განიცდის, იმიტომ რომ მესმის, ის არის სულით ლიდერი, ის არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ხალხო მესამე ადგილას გავედით ურთულეს კონკურენციაში, ჩვენ გავიმარჯვეთ, როგორც ჩვენი არაჩვეულებრივი მომღერლები და მოცეკვავების გუნდით, ასევე გაიმარჯვა ქვეყანამ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის შეუძლებელი და სირთულე არაფერი არ არსებობს. მადლობა ყველას, მადლობა შენ მარიკა, კამერის უკან ყოფ ჩვენს ოპერატორს, რომლებიც და თითოეულ ადამიანს აბსოლუტურად აი აქაც ძალიან ბევრი არიან ჩვენი თანამშრომლები და აი როგორ შეიძლება ვინმე გავმოვყოთ უკლებლივ ყველა ბოლო ერთი წლის მანძილზე აი ამ სასიამოვნო საგიჟეთში ჩართული იყო და რამდენიმე წუთში ძალიან დაგვენანება რომ ეს ყველაფერი უნდა დაიშალოს და ნელ-ნელა დაუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას. მადლობა ყველას. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრჯერ ჩატარდება ეს შოუ. დარწმუნებული ვარ ამაში. ახლა ანდრია ფუტკარაძე იქნება ჩვენი სტუმარი. ანდრია, ეს ყველაფერი შენი წყალობით მოხდა. ის რომ ჩვენ დღეს ასეთი ზეიმი ვაჩუქეთ ჩვენს მაყურებელს და არა მხოლოდ ჩვენს მაყურებელს, მთელს ევროპას. ანდრია, მოდი გავიხსენოთ შენი ემოციები, როდესაც შენ გახდი გამარჯვებული და დღეს როგორ გრძნობდი თავს, როდესაც ისევ გამოხვედი სცენაზე. როდესაც მე გავდიოდი ევროვიზიაზე, ძალიან ნერვიულობდი, როდესაც გავიმარჯვე ვიყავი ძალიან აღელვებული, არ ვიცოდი რა მექნა, ძალიან მიხაროდა და დღეს გამახსენდა ეს ემოციები, რაც წინა წელს იყო. ძალიან დიდი მადლობა ანდრია, წარმატებებს გისურვებ და ახლა მინდა ლიზა ციკლაური და დათუნა ალადაშვილი ვიხმო ჩვენთან, იმიტომ რომ მათ მართლაც საოცარი შოუ გვაჩუქეს, წინავდნენ, იყვნენ არაჩვეულებრივები. ლიზა, დათუნა, თქვენ დღეს გიყურათ ევროპის 20 ქვეყანა. აბა როგორ გრძნობთ თავს? და თურმე აღმოჩნდა რომ 188 ქვეყანამ ჯამში მსოფლიოს გარშემო. ხო, 188 ქვეყანა იყო, ვინც დღეს უყურა ჩვენს პირდაპირ ეთერს და 188 ქვეყნიდან დაუჭირეს მხარი ჩვენს მონაწილეებს. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ასეთი წარმოუდგენლად მაგარი შოუა ჩვენა მსოფლიოს. ულოცავთ საფრანგეთს და ჩვენი ანიტა იყო სასწაული. ანიტა, მოდი ჩვენთან. ეს არის ჩვენი გოგო, ეს იყო საოცარი გოგო, საოცარი შოუ, საოცარი შესრულება, თუმცა ხდება ყველაფერი, ანიტა. ანიტა, შენ გამარჯვებული ხარ, შენ საოცრება იყავი ნამდვილად და უნდა გიხაროდეს, რომ შენ ასე ღირსეულად წარმოადგინე ჩვენი ქვეყანა. აბა გითხარი ორი. მე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რომ კარგად წარსდი საქართველოს ევროვიზიაზე, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა და რავი. წინ არის ყველაფერი, თათმა ორი სიტყვაც გითხარი და მე გეტყვით ერთ ნახევარ სიტყვას. ანიტა ჩვენთვის გამარჯვებულია. ანიტა ამღერა ქართულად მთელი მსოფლიო და დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან დიდი მომავალი აქვს მსოფლიო სცენების დასაპყრობლად. ლიზასთან ერთად სცენას დგომასაც შეეხება იყო ერთი დიდი სიამოვნება. პირველი არხი EBU და
ზოგადად ეს პროდაქშენი, მარვინ დიტმანის პროდაქშენის არაჩვეულებრივი გუნდი და სწორედ ის ქართველი თანამონაწილეები, მე მგონი ერთად ვამტკიცებთ, რომ საქართველოს და ევროპა არის განუყოფელი ნაწილი და აი ამ დონის, ამ ხარისხის პროდუქტი შეიძლება ძალიან მოკლე დროში შესთავაზოს მთელს მსოფლიოს. როგორც ამბობენ, 23-მე საბავშვო ევროვიზია იყო ერთ-ერთი გამორჩეული შოუ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი რეკორდული რიცხვი 4 მოგება ძალიან მალე გადაიქცევა 5 მოგებად და კიდევ ერთხელ ვიქნებით მასპინძლები ამ დიდი. კი, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დათუნამ როგორც აღნიშნა, ყველა ერთმად აღიარებს, რომ ეს შოუ იყო მართლაც გამორჩეული და სასწაული და მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში. დიდი მადლობა თქვენ ახლა მოусმენთ ჩემს კოლეგას, რომელიც ასევე სტუმრებთან ერთად ჩაგერთვებათ პირდაპირ ეთერში. მადლობა მარიკა შალიკაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.